ვაკეთებ. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავლის. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად, სპეციალური გამოშვებით. თავიდან უნდა ვაღიაროთ. ჟურნალისტებს უყვართ ჰიპერბოლიზაცია. ჟურნალისტებს უყვართ ყველაფრის გადაჭარბება. ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ რაღაც არის პოლიტიკური დევნა და ამაში გვეთანხმებიან რა თქმა უნდა ოპოზიციონერები. მაგრამ არ გვეთანხმებიან პროჭორილელები. გვეუბნებიან, რომ ეს არ არის არანაირი პოლიტიკური დევნა, ეს არის კანონის აღსრულება. კანონი მკაცრია, მაგრამ რასიზამ, საწაუხო კანონია. არის თუ არა კონკრეტული შემთხვევები. პოლიტიკური დევნა. შეიძლება თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში გამოვიყენოთ ტერმინი პოლიტიკური დევნა, ამ პოლიტიკური პატიმრობა. უნდა ვკითხოთ იურისტებს. მე ცავდექი და ვკითხე გიორგი ბურჯაანძეს, ომბუდსმენის ყოფილ მოადგილეს, რომლის პოლიტიკურ შეხედულებებს, რა თქმა უნდა, იწუნებენ პროჭორილელები, მაგრამ მის იურიდიულ კვალიფიკაციას თვით დიუსელდორფის იურიდიული სკოლაც კი ვერ იწუნებს. გიორგი, გამარჯობა. მადლობა პირველ რიგში. მადლობა და ძალიან ზოგადი კითხვით რო დავიწყოთ. რა არის პოლიტპატიმარი? ვინ არის პოლიტპატიმარი? რამდენად კონკრეტული განსაზღვრება არსებობს ამ ტერმინის და შეგვიძლია თუ არა ჩვენ მოყვარულებმა, ანუ ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა ჩვენ როგორც გვესმის ისევ თარგმნოთ სიტყვა პოლიტპატიმარი. ტექნიკურად ეს არის 5 კრიტერიუმი. ევროსასამართლო იყენებს კონვენციის მე-18 მუხს, რომელიც კიდე ცალკე არის და იმას ძალიან რთული კონსტრუქცია აქვს, რა შემთხვევებში შეიძლება ჩათვალოს მან კონკრეტულად პოლიტიკურ პატიმრად პირი, თუ მათ მიიჩნიეს, რომ კონვენციის უფლების შეზღუდვის უკან არსებობდა რაღაცა სხვა დახურული მიზანი, დაფარული მიზანი, ამ შემთხვევაში მიიჩნევენ ისინი, რომ სახეზი არის პოლიტიკური პატიმრობა. აი ეს ყველაფერი თუ დასტურდება, ევროსასამართლოს მისცემისთვის ეს არის, მაგრამ აი რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ამ 5 კრიტერიუმს, როგორც ვთქვით, ეს არის ძირითადი უფლებების დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლებასთან, ეს არის პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე პირის თავისუფლების აღკვეთა, ისე რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ან ამ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა პოლიტიკური მიზანშეწონებიდან გამომდინარე, რომელიც არაპროპორციულია, ან თავისუფლების აღკვეთა ისე რომ ეს არის დისკრიმინაციული, ან ამ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივაციის მქონე საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლების უფეში დარღვევა, აი ეს შეიძლება ჩაითვალოს ამ შემთხვევაში, აი ამ შემთხვევაში შეიძლება მიჩნეული იქნეს პირი პოლიტიკურ პატიმრად და ევროსაბჭოს პოლიტიკური ორგანოები ამ ცნებას იყენებენ ამ შემთხვევაში შეფასებისთვის. მარტო დღევანდელ საქართველოზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგალითად საბჭოთა დროს პრაქტიკულად ყველა დისიდენტი, ვინც დაიჭირეს, ყველა გამოაცხადეს, დასავლეთში გამოაცხადეს პოლიტპატიმრად. რაზე დაყრდნობით აცხადებდნენ მათ პოლიტპატიმრება, თუ 2012 წლამდე ამის იურიდიული დეფინიცია არ არსებობდა. მაგალითად 70-იან წლებში ვიღაცას იმიტომ რომ დაიჭერდნენ, რომ ანტისაბჭოთა საქმიანობას ახორციელებდა, რაღაცა პროკლამაციას აქვეყნებდა, რომელიც ხელისუფლებისთვის იდეოლოგიურად მიუღებელი იყო, რა თქმა უნდა, ორჯერ 4 არის პოლიტიკური პატიმრობა, მაგრამ იმას რო ეთქვა თქვენთვის, რომ სადმე რამე ჩანაწერი არსებობს, დავუშვათ ის მიხედვით ხელმძღვანელობთან შემდეგ ესეთი არ არსებობდა. შეხოჩოლის პირველად როცა პოლიტიკური პატიმრების ცნებაზე დავიწყეთ მუშაობა, ეს იყო საქართველოში 2010 წელს, მაშინაც ჩვენ არ გქონდა არანაირი კრიტერიუმები, მაშინ ახალგაზრდების ასოციაციაში ვახორციელებდით პროექტს, რომლის ხარდამჭერი იყო ნიდერლანდების სამეფო და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ უნდა შემოფასებინა გარკვეული სისხლის სამართლის საქმეები. იმ დროისთვის, როგორც ასეთი კრიტერიუმები არ არსებობდა, ყველაზე გავრცელებული კრიტერიუმები იყო 2003 წელს შემუშავებული კრიტერიუმები, რომელიც აზერბაიჯანში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ჰქონდა მომზადებული ევროსაბჭოს ექსპერტ თორსტების სტეფან ტრექსელს და შემდგომ ესე ვთქვათ ამ მთლიანი ცოდნის გათვალისწინებით ევროსაბჭომ 2012 წელს განსაზღვრა თუ ვინ არიან ეს პოლიტიკური პატიმრები და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრობისთვის ალბათ სათაურო სახელი გვეუბნება, რომ აუცილებელია პირი იყოს პატიმარი, თავისუფლების აღკვეთის რაღაც ფორმა იყოს გამოყენებული და თუ ეს პოლიტიკური პატიმრობა ხორციელდება მაგალითად იმიტომ რომ პირმა აზრი გამოხატა და ამის გამო ხდება მისი პასუხისმგებაში მიცემა, პირი ამის გამო შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად. თუ კი ასევე არის მაგალითად ხდება პირისთვის ესე ვთქვათ პატიმრობის გამოყენება იმის გამო რომ ამ შემთხვევაში მან მაგალითად პირობითად თქვენ რომ რაღაც ქმედება ჩაიდინოთ და მეც ერთნაირად, მაგრამ თქვენს მიმართ
სახელმწიფო ლოიალური იყოს, მაგრამ ჩემს მიმართ პოლიტიკური ინტერესი არსებობს, აი ამ შემთხვევაში ჩემს მიმართ თუ უფრო მეტი თავისუფლების საკვეთა ან საერთო თავისუფლების საკვეთაა გამოყენებული, ეს შეიძლება ჩავითვალო ამ შემთხვევაში პოლიტიკურ პატიმრად. საქართველოს შემთხვევაში რამდენად მყარია რწმენა, რამდენად ნათლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობენ ყვავს დიახ პოლიტპატიმრები. თუ თავისუფლების საკვეთის მომენტს და პოლიტიკურ მოტივს შორის გვაქვს კავშირი, აი აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ახალ პოლიტიკური პატიმრობა. და თუ ესე ვთქვათ, ამ პოლიტიკური მოტივის გარეშე ეს თავისუფლების საკვეთა ან შეზღუდვა ან არ იქნებოდა, ან სხვანაირი იქნებოდა, გულისხმობ უფრო ცოტას, აი ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს პოლიტიკური პატიმრობა და ამ ცნებით ხელმძღვანელობს სწორედ ევროპის საბჭოს ქვეყნები და როდესაც მათ მაგალითად წელს საქართველოს ჯერ იანვარში და შემდგომ აპრილში მოუწოდეს პოლიტიკური პატიმრობის უპირობო გათავისუფლება, სწორედ ამ კრიტერიუმით იხელმძღვანებს. ამ ადამიანებს ასამართლებენ კონკრეტული მუხლებით, კონკრეტული სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით. ცრუ მოწმეებით, დარღვევებით, სწორი მოწმეების არჩართვით და მილიონი სხვა მაქინაციით, მაგრამ მაინც კონკრეტული მუხლებით. აი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ახლა არიან პოლიტპატიმრები, თუნდაც კანონის ფორმალური დაცვით ასამართლებდნენ. დიახ, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში დააკავეს იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში ისინი მაგალითად აზრს გამოხატავდნენ, იმის გამო, რომ მაგალითად მათ ჰქონდათ სხვადასხვაგვარი მოსაზრებები და იმის გამო, რომ ისინი ხელისუფლებისთვის იყვნენ, ასე ვთქვათ, საწინააღმდეგონი, რა თქმა უნდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური პატიმრობა. მაგალითისთვის, რო წარმოვიდგინოთ ადამიანები, რომლებიც ვაპროტესტებდით ყველა 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, ამისთვის ამ შემთხვევაში ჩვენ მოვიდექით ქუჩაში და ეს იყო ხელისუფლებისთვის და ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი, მათ დააპატიმრეს ადამიანები მანიფესტაციაში მონაწილეობის გამო, მათი მოსაზრების გამო. ყველას ნათელი შემთხვევა რაც გვაქვს არის მზია ამაღლობელის, რომელზეც ყველა უფლებადამცველი, ყველა ჟურნალისტური ორგანიზაცია, ყველა ამტკიცებს, რომ არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური პატიმარი. აი მას ასეთ შემთხვევას კონკრეტულად მზია ამაღლობელის შემთხვევას თუ ეხება, თუ ამას თუ განმარტავს ევროსაბჭოს რეზოლუცია და თუ ეხება მაგალითად აი ათობით ადამიანს, ათობით ახალგაზრდას, რომელიც ახლა არის დაკავებული, რავი, ზოგი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევით და ზოგი რისთვის. მზია ამაღლობელთან მიმართებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზია ამაღლობელი მანამდე ცდილობდა გაეკრა გარკვეული ლიფლეტი, დაერიგებინა ლიფლეტები, გაეკრა გარკვეული პოსტერები ადამიანების აქციაში მონაწილეობისთვის, ის ამისთვის დააკავეს, პირველი დაკავებისას მის მიმართ განხორციელდა შეურაცხყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა, შემდგომ გამოუშვეს, მის ახლობლებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და ამ დროს, ესე ვთქვათ, პოლიციელის მიმართ მოქნეული ხელის გამო მის მიმართ გამოყენებული არის უკვე 6 თვეზე მეტია არაპროპორციული სასჯელი. ასე რომ მზია შემთხვევებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს პოლიტიკურ პატიმრობასთან საქმე. სხვა პოლიტპატიმრებსაც რო გავყვეთ, ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, ისევე როგორც ამ შემთხვევაში სხვადასხვა შემთხვევების გამო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკურ პატიმრობას აქვს ადგილი. აი, რამდენიმე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, მაგალითად, აი ზვიად ქორიძეს ფიზიკურად დაესხა ადამიანი იანვარში და გამოიცანით მას მის მიმართ რა სასჯელი იქნა გამოყენებული. 3000 ლარი. 3000 ლარი გამოიყენეს ადამიანის მიმართ, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი ბრალდება წარიმართა. თუ ის ქმედება 3000 ლარიან და ზვიადის მიმართ საკმაოდ ძლიერი ფიზიკური შეურაცხყოფა იქნა გამოყენებული, ისე რომ ზვიადს საერთოდ არც რამე პროვოცირება მოუხდენი, არაფერი ადამიანი მივიდა და ზვიადს დაესხა თავს. აი ამნაირი ქმედების მიმართ გამოყენებული 3000 ლარიანი ჯარიმა, რო შეადაროთ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირის მიმართ გამოყენებული ესეთი მკაცრი თავისუფლების საკვეთა. აი ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს პოლიტიკური პატიმრობა. გახარიასაც იმავე დღეს დაესხნენ თავს და როგორც ამბობენ იგივე ადამიანები იყვნენ. კი, მე მგონი ეს საქმე მე არ მაქვს ინფორმაცია ესეც მედიის შესახებ მედიიდან გავიგე ინფორმაცია ამის შესახებ და არ ვიცი, მანდაც მე მგონი ის ტრივიალური ფრაზა უნდა ვთქვა, რაც ხშირად გვესმის ხოლმე მიმდინარეობს გამოცდილება. მე მახსოვს მაშინ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ იქ
იყვნენ თუ მონაწილეობდნენ ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნები, მათ შორის დიმიტრი სამხარაძეს ასახელებდნენ, სხვებს ასახელებდნენ კიდევ. მეც მაგაზე მაქვს ინფორმაცია რა თქმა უნდა და არ მაქვს პოლიტიკი რომ მარცხაჯულება ჯერ უნდა განხორციელდება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მაგნერ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოები ყოველთვის ესე ვთქვათ საპროცესო მოქმედებების განუსაზღვრელი ვადით გაწევლით არიან ხოლმე დაკავებული და შედეგს არასდროს არ აყენებენ. მაინც მინდა ამ ტერმინის ანატომიას დავუბრუნდე და განვმარტოთ. ქართულმა ოცნებამ თათარი ახნა ძალიან ჩქარა, ერთი ხელის მოსმით შეცვალა უამრავი კანონი და მიიღო უამრავი ახალი კანონი, რომელიც მას უადვილებდა ყველა ციხეში ჩაღრას. უხეშად და მარტივად. მაგრამ კანონები მიიღო, კანონია ახლა ეს. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ კანონებით არიან გასამართლებულები, მაინც პოლიტიკური პატიმრები არიან და ეს მაინც პოლიტიკური დევნაა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კანონიერად არიან, ფორმალურად კანონიერად არიან დასჯილები, ისჯებიან. თქვენ კითხვა რომ ორად გავუყოთ მოდი ამ შემთხვევაში. პირველი ამ შემთხვევაში ეს თუ დაუშვებთ იმას, რომ მათ კანონი ფორმალურად დაცული იყო, აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი. აი ამ დაშვების შემთხვევაშიც ადამიანის უფლებათა სამართალი ისეთი კატეგორია არის, რომელიც მოქმედებს მიუხედავად იმისა, კონკრეტული კანონი როგორი არის. ადამიანის უფლებათა სამართალი მაღლა დგას ჩვეულებრივად ამ შემთხვევაში ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებით და სხვათა შორის თენგო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში გვიწერია ეს ჩვენ. საქართველოში საერთაშორისო სამართლის უპირატესობა ითვლება, ესე ვთქვათ, ცხადდება კონსტიტუციურ პრინციპად. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში გვიწერია 91-ში. ამ პრინციპზეა დაფუძნებული, ესე ვთქვათ, ეს ყველაფერი. ამიტომ, რა თქმა უნდა, რომც ტექნიკურად კანონი იყოს, ესე ვთქვათ, რაღაცა ფორმალურად, ის ზემდგომი მაინც ამ შემთხვევაში არის ადამიანის უფლებები, რომელიც მუშაობს. მაგრამ ამის მიღმაც, რო წარმოვიდგინოთ, ახლა მეორე დაშვება რო გავაკეთოთ, ამ საქმეში ყველაფერი კანონის შესაბამისი ნამდვილად არ იყო. პირველი ვითომის რაღაცა კომისია, რომელიც შეიქმნა არალეგიტიმურ პარლამენტში, ეს კომისია არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს. ფორმალური მოთხოვნა არის ის, რომ კომისია საპარლამენტო საგამოძიებო უნდა შეიქმნას და მას შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ნახევარი უნდა იყოს ოპოზიცია. და ტექნიკურად საქართველოს პარლამენტში იმ შედეგებს რო დავეყრდნოთ, რომელიც ქართულმა ოცნებამ თვითონ დაწერა, იმ პირობებშიც კი ნახევარი ამ შემთხვევაში ოპოზიცია უნდა იყოს, რომ ეს კომისია ტექნიკურად კონსტიტუციურად ჩაითვალოს. ამიტომ ეს არ არის. ამიტომ რეალურად ყველა მიცის და არც ქოცები არ მალავენ მაინც და მაინც, რომ კანონებს ცვლიან ზუსტად იმისთვის, რომ კონდეთ შესაძლებლობა მარტივად ასაჯონ ვაშაძე, მელია, გვარამია, ბარუცი თუნდაც იგივე გახარია. ამისთვის ცვლიან კანონებს და ამას არ მალავენ. თავისი არსის მოვლენა ის რეალიტი შოუ, რომელიც აქვს პარლამენტში, ის თვითონ არის არაკონსტიტუციური. ამას უნდა დაუმატოთ ამ შემთხვევაში თვითონ სისხლის სამართლის კანონმდებლობაც. ჩვენთან თენგო გვაქვს ორი მუხლი. ერთი სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ამბობს კომისიაზე გამოუცხადებლობას, მეორე ადმინისტრაციულ სამართალდღეობათა კოდექსში. შინაარსობრივად ეს ორი მუხლი არიან ტყუპის ცალებივით დისპოზიციის ნაწილში. ორივე ამბობს ერთი და იგივე რაღაცას. ამბობს იმას, რომ აკრძალულ ქმედებად არის გამოცხადებული საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. მაგრამ ამ ორი მუხლის სანქციის ნაწილი არის განსხვავებული. სისხლის სამართლებრივი მკაცრია, ადმინისტრაციული მსუბუქია. სისხლის სამართალს ახასიათებს ესეთი დაუწერელი პრინციპი, დაწერილი პრინციპი სისხლის სამართლის კოდექსში გვიწერია ეს, თუ ერთი ქმედება ისჯება, ასე ვთქვათ, ორი მუხლით, უნდა გამოიყენო უფრო მსუბუქი მუხლი. ეს არის ამოსავალი ცენტრი. ასე რომ ფუნდამენტურად იმ პოლიტპატიმრებზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომელიც ეგრეთ წოდებული საპარლამენტო კომისიის შექმნის გამო არიან ამ შემთხვევაში სატუსაღოში, დატუსაღება ადამიანების და ციხე და პენიტენციური სისტემა ამასთან არაფერი კავშირი არ არის, უკანონოდ არიან დატუსაღებულები. ესე იგი, ობიექტური დამკვირვებლისთვის ეს არის პოლიტიკური საქმეები, პოლიტიკური დევნის კლასიკური საქმეები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმიტომ რომ ჯერ ერთი მათი წყალებში სამართალდღეობა რაც თითქოს მათ ჩაიდინეს, ყველაფერი დაკავშირებულია მათ გამოხატვის თავისუფლებასთან, მათ შეკრების თავისუფლებასთან. მეორე არის მნიშვნელოვანი, ეს არის
პროცესების უსამართლობა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ესეც ამ საქმეებში არაერთხელ ვნახეთ, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. ეს ყველაფერი პლუს გარდა ამისა, უნდა წავიკითხოთ იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ ხოლმე, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ ადამიანების დაკავება მოხდა პრევენციულად, რათა სხვა ადამიანების, ესე ვთქვათ, შეეშინებინათ ამის გამო უამრავი სხვა პირის განცხადება, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ჩინოვნიკების განცხადება გვახსოვს, რომლებიც საუბრობენ ამ ადამიანების დასჯაზე, პასუხისმგებაში მიცემაზე და იმაზე, რომ ამით მათ პროტესტი შეენელებინათ, პროტესტი შეესუსტებინათ. აი ამაზე არის მთელი მათი აქცენტი, ასე რომ, რა თქმა უნდა, ორჯერ 4-ია, რომ ესე ვთქვათ, ამ ყველაფრის მიზანი არის პოლიტიკური გავლენის მოპოვება ქართული ოცნების მხრიდან. აქამდე ვინყოლია საქართველოს პოლიტიკური პატიმრები, აღიარებული პოლიტიკური პატიმრები ვინ იყვნენ? აი სტრასბურგის სასამართლო მაგალითად, ვინ აღიარა წინა წლებში ან აწლეულებში პოლიტიკურ პატიმრად საქართველოში? კი, პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით საქართველოში ყველაზე პირველი საქმე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოვიდა, ის იყო ასანიძის საქმე და ის იყო კლასიკური პოლიტიკური პატიმარი, იმიტომ რომ სასჯელი აღარ არსებობდა ამ ადამიანის მიმართ და მაინც პოლიტიკური მიზანშეწონებიდან გამომდინარე ასლან აბაშიძეს გამოკეტილი ყავდა ბათუმის იზოლატორში ეს ადამიანი. ეს იყო კლასიკური პოლიტპატიმრის საქმე. ანალოგიურად ევროსასამართლოს მიღებული აქვს ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ და პირველად საქართველოს ისტორიაში დაფიალილი 18 მუხლის დარღვევა და სადაც აღმოჩნდა რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოყენებულ საპატიმრო ღონისძიებას სახელმწიფო იყენებდა მისი შანტაჟისთვის, რომ ესე ვთქვათ, მისგან რაღაც სხვა ჩვენებები მიეღო და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ორი საქმე მახსენდება მე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან, რომელიც პოლიტიკურ პატიმრებთან იყო დაკავშირებული. ბუნებრივია, სხვა უამრავი საქმე არსებობს კიდე, სადაც სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა, სადაც განცხადებლები დააუგდნენ იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პატიმრობა ხორციელდებოდა მათ მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ სასამართლომ ესე ვთქვათ, ეს მათი არგუმენტები 18 მუხლის დარღვევის ნაწილში, რომელსაც იყენებს ხოლმე სასამართლო ამ შემთხვევაში ამ შეფასებისთვის სასამართლომ არ გაიზიარა. ახლა მზია ამაღლობელის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ირაკლი ოქროაშვილის და სხვათა საქმეები რომ მიაღწევენ სტრასბურგამდე, გამარჯვების დიდი შანსი აქვს თქვენი აზრით? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ევროსასამართლოს ამ ადამიანების მიმართ რაც ხორციელდება, ეს არის კლასიკური პოლიტიკური დევნა, იმედი მაქვს, რომ საქმეების განხილვა იმგვარად მოხდება, რომ მაქსიმალურად ბევრი არგუმენტი დაპენდება ადვოკატების მიერ ამ ასე ვთქვათ არგუმენტაციით ეროვნულ დონეზე და იმედი მაქვს, რომ როცა საქართველოში მოსჩება ყველა წარმოება, აიგზავნება ეს საქმე ევროსასამართლოში. ყველაფრის მინუსი არის, დრო ჭირდება ამ ყველაფერს, საქართველოში პროცესები გაიწელება, რამდენიმე პერიოდის მერე იქნება გაგზავნილი, მაგრამ ნახეთ ჩვენ რომ მაგალითად აი თუნდაც მზია ამაღლობელის საქმე უკვე პატიმრობის ნაწილში, რომელიც გაიგზავნა ევროსასამართლოში, უკვე სასამართლომ დააკომუნიცირა. ეს უპრეცედენტოდ დაჩქარებული პროცედურა არის და დარწმუნებული ვარ, მალევე იქნება ეს გამოყენებული. ამის მიღმა, სასამართლოების მიღმა, ყველა პოლიტიკურ ორგანოს, უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ორჯერ აქვს ნათქვამი პოლიტიკურ პატიმრების არსებობაზე, იგივე აქვს ნათქვამი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ძალიან ბევრი ქვეყნის ოფიციალური პოზიცია. კომუნიცირება რამდენადაც მესმის არის წერილები თუ წერილი, რომელიც სტრასბურგმა გამოუგზავნა საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს ალბათ. მერე ამათ პასუხი უნდა მისწერონ, მერე იმათ უნდა დააზუსტონ ეს პასუხები, დამატებითი კითხვები გამოუგზავნონ, მერე ამაში უნდა ჩაერთოს თვითონ მხარე. ეს რამდენ ხანს შეიძლება გაიწელოს? კომუნიცირება არის პირველადი ეტაპი, თანგო რომელიც ყველაზე ნელი არის ხოლმე, ესე ვთქვათ, ანუ კომუნიცირებამდე რომ მიდიხარ, მერე უკვე იწყება დაახლოებით საქმის განხილვა და 1-2 წელიწადში სასამართლოს გამო გადაწყვეტილება. ანუ კომუნიცირებამდე რიგში, ესე ვთქვათ, ყოფნა არის ყველაზე გრძელი, რის გამოც ესე ვთქვათ იწელება ხოლმე საქმეები. კომუნიცირებით იწყება, მიიღო სასამართლო, ნახა რომ ესე ვთქვათ აშკარად დაუშვებელი, აშკარად სუდად დაწერილი საჩივარი არ არის, უგზავნეს კითხვებს მოპასუხეს სახელმწიფოს, რომელსაც უნდა უპასუხოს, მერე ამაზე შეპასუხება უნდა გაგზავნოს უშუალოდ განცხადებელმა, მერე სასამართლოს თუ დამატებითი კითხვები ექნება დაუსვავს და მერე გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სტრასბურგთან დაკავშირებით ბოლო დროს მახსენდება ჟურნალისტ სადეგოვის საქმე, რომელმაც გაიმარჯვა და სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ექსტრადიცია არ შეიძლებოდა. სტრასბურგს მიმართა ავგან მუხტარლიმაც. მათ ორივეს აქვთ ჰქონდათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი. სასამართლოს რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ესეთი პრეცედენტი არ აქვს, რომ მან მოითხოვოს პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. სადიგოვის საქმე ეხლა არის დაკომუნიცირებული სასამართლოში, მის საქმეში გამოყენებული იქნა დროებითი ღონისძიება უბრალოდ იმიტომ, რომ არ მოხდარიყო მისი გადაცემა სხვა ქვეყნისთვის, აზერბაიჯანისთვის, მანამდე ის ასე ვთქვათ, იმყოფებოდა საექსტრადიციო პატიმრობაში და პატიმრობის ვადა ამოიწურა და უბრალოდ მის 9-თვიანი ვადის მიღმა მისი ასე ვთქვათ, საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნა შეუძლებელი იქნებოდა. სასამართლომ დაავალა, რომ გადაცემა არ მოხდეს სხვა ქვეყნისთვის, იმიტომ რომ შეიძლება იქ ემუქრებოდეს შესაბამისი რისკი. მუხტარლის ნაწილში, მუხტარლის სასამართლოს პოლიტპატიმრად არ უღიარებია, მაგრამ ასე ვთქვათ, დაადგინა არაერთი დარღვევა მის საქმეში, რამდენადაც მახსოვს. ესე იგი თქვენი აზრით ყოველ იმ საქმეში, რომელიც მიაღწევს სტრასბურგს, ქართულ ოცნებას და რეჟიმს გამტყუნება ელოდება და მომჩივანებს ელოდება და გამართლება, ხო? მაგრამ ვიცით, რომ სამართალი მათ შორის სტრასბურგშიც ურმით დადის და ეს დიდხანს გაიწელება სამწუხაროდ ეს პროცესი. ჯერეთი ხდება ახლoti ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ამ ადამიანების მიმართ, საკმაოდ მკაცრად და სამი პირობა ახლoti ღონისძიების გამოყენება, ისე რომ ამის არანაირი აუცილებლობა და დასაბუთება არ არსებობს, ის რომ უსამართლოდ მიმდინარეობს პროცესი და ის რომ ამ შემთხვევაში მათი ფუნდამენტური უფლებები გამოხატვის გამო ხდება მათი პასუხისმგებაში მიცემა, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. გიორგი, დიდი მადლობა. იმედია, რომ ეს საქმეები საქართველოში მალე დამთავრდება და სტრასბურგშიც მალე მოხდება და ეს ადამიანები ნამდვილად გაიმარჯვებენ. უბრალოდ ქართულ ოცნებას და მის სასამართლო სისტემას ამით რა ეშველება მართლა რომ გითხრათ არ ვიცი. მაგრამ დიდი მადლობა მაინც. ბედნიერად. მადლობა. მე პირადად ბევრი ფიცი მტკიცე არ მჭირდებოდა, მაგრამ იურისტი რომ აგიხსნის, პროფესიონალი რომ აგიხსნის, სხვა სიღრმეებს წუდები. ახლა მე მგონი აღარ ჭირდება დამატებითი განმარტება, რატომ არის მზია ამაღლობელი მაგალითად პოლიტპატიმარი, რატომ არის ნიკა გვარამია პოლიტპატიმარი, ნიკა მელია პოლიტპატიმარი, ირაკლი ოქრაშვილი რატომ არის პოლიტპატიმარი, ბადრი ჯაფარიძე რატომ არის პოლიტპატიმარი, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე რატომ არის პოლიტპატიმარი, რატომ არიან პოლიტპატიმრები ის გოგო ბიჭები, რომელთაც პროჭორვილთა სასამართლო ასამართლებს, ბევრ წელს უსჯის კეტავს ციხეში, მაგრამ ვერაფერს ვერ უმტკიცებს. რატომ არის პოლიტპატიმარი მიშა სააკაშვილი? და რომ საქართველოს სამწუხაროდ ასე მთელი ქვეყანა პოლიტპატიმარი იქნება პუტინისა თუ დროზე არ უშველა თავს. ეს იყო ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, ваше гадательство.